საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნარჩენების თემაზე ჩატარებული ვიდეო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. უწყება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახორციელებს პროექტს ნუ დატოვებთ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე. USAID-ისა და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების თემაზე ვიდეო კონკურსი ჩატარდა. კონკურსში კახეთისა და აჭარის რეგიონების 30-მდე საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსანტებმა ნარჩენების თემატიკასთან დაკავშირებით ვიდეო რგოლები წარმოადგინეს. ჩვენ მომავალი თაობა აქტიური ამ კუთხით და ცნობიერება რამაც პრაქტიკულად მომავალში ქვეყანა გარემოსდაცვის კუთხით რომ აღდება და ხელი ეწყობა ზოგადად ჩვენ მომავალი თაობების სწორ აღზრდას გარემოსდაცვის. Today, as you know, we celebrate. ჩვენ დღეს აღნიშნავთ სანიტარიის დღეს, რომელიც გაეროს ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება. გარემოს დაბინძურება საკმაოდ აქტუალური თემაა მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით წყლის დაბინძურების კუთხით. გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე ეკოლოგების ჩართულობაც, რადგან ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლეების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე. პროექტი შეეხებოდა 4 ერის პრინციპებს და ნარჩენების მართვა რეგიონებში. ვფიქრობ, რომ ეს საქმიანობა ძალიან წარდგება ჩემს ხელს, რადგან ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას.